წყალნიში, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტში თბილისიდან 17 კილომეტრში მდებარეობს, მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. ეს პრობლემა სეზონურად სიცხისას კიდევ უფრო მწვავდება. ამ სოფელში წყლის მიწოდების ქსელი კი არსებობს, მაგრამ სასმელი წყალი უკვე მრავალი წელია გრაფიკით მოდის და მოძველებული გაყვანილობის გამო ხშირად ავარიულადაც ითიშება. სწორედ ამიტომ მოსახლეობის უმეტესობას სასმელი წყალი მუდმივად მომარაგებული აქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტად კორპუსების მცხოვრებლებს უჭირთ. მუდმივი წყალი არც როდის არ აქვს. ბაკები გვაქვს დაყენებული და თავისებაცება. Ესი გამოდის რომ მთელი დღე არ აქვს წყალი და დილით 7 არა 7-ზე არა 8-დან 12-მდე და საღამოს 10-დან რომელამდე არ ვიცი. ძალიან გაჭირვებაში ვარ. აი ამის წინ ჩამოიარეს ხელი მოგვაწერინეს რომ ვთხოვულობთ 24 საათიან გრაფიკს და შედეგი რა იქნება ვერ გეტყვი. დავყიდე ახლა 24 საათიანს და მადლობის მეტი რა გვეთქმის სახელმწიფოებას. მომზადებულია ხალხი ზოგს ბალონები აქვს ზოგს არ არის უმაყოფილობას არ ვინ არ გამოსხმობსოგას. ბედრები ვაფსებ და მე ვხმარობ. ეხლა 8 საათიდან 12 საათამდე მოდის დილით. მერე სახამოზე ზოგჯერ 8-ზე მოდის, ზოგჯერ 9-ზე, 12-მდე, პირველ საათამდე მოდის. Ну, ხშირად არ არის რაღაცა რო ფუჭდება ან რაღაცა, ეს კი მესმის, მაგრამ 24 საათი რატო არ უნდა იყოს? სოფლებში ყველგან არის და ქალაქთან ახლოს ვარ და წყალი არ აგვაქვს. ზოგიერთი ხალხი არ იხდის. ვიხდი ფულს ყოველთვე, არც ერთი კაპიკი დავალიანება არ მაქვს, მაგრამ წყალი არ მაქვს. საქართველოში დღეს 3370-მდე სოფელია, რომელთა ნაწილსაც სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. სოფლების ნაწილში წყალგაყვანილობა საერთოდ არ არსებობს და მოსახლეობა წყაროს წყლით ან ეზოებში მოწყობილი ჭებით სარგებლობს. მოდროში არის ძალიან ცუდად გრაფიკის, მაგრამ გრაფიკიც არ მოგვეწოდება ისე სრულად, როგორც საჭიროა და ესე ხალხს აუზები აქვს დამატებით, იქ აგროვებენ და მე იქიდან სარგებლობენ. ახლა მომავალში ალბათ 24 საათიანი წყალი ეღირსება ქრთანიშის მოსახლეობას. საჭიროა დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში რომ ადამიანს წყალი, გზა, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს განსაკუთრებით ამ რეგიონში. ალბათ მომავალი წლიდან გვეღირსება ასე რომ ვთქვათ ეს მადლიანი საქმე და ყველას ვინც ამ საქმეში ჩაერთო და ვინც ამ უბანს წყალს მიცემს მადლობლები ვიქნებით და ასე რომ ვთქვათ სხვა შეიძლება წყალზე რომ მადლობა სიტყვი დაპირებული 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის მადლობას წინსწრებით აქ ბევრი ამბობს. გარდაბნის სოფლებში დაგეგმილ წყალმომარაგების პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ევრონიუს ჯორჯიამ ადგილობრივ თვითმმართველობას მიაკითხა. სოფლის ცენტრში მდებარე პატარა ადმინისტრაციულ შენობაზეც აქ წყლის ავზია დამონტაჟებული. ისტორიული მოვლენა დავარქვათ ესე რომ ვთქვათ და მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება რა. თავიდან ბოლომდე ანუ მთლიანად კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს. რამოდენიმე სოფელია, ანუ ორი მთისწირი გვაქვს, გიგანტის დასახლება არის, კრწანისის სვანების დასახლებას ვეძახით. აქვე არის ჩვენთან უახლოესი ესე მეზობელი კუმისის დასახლებაც ეს ერთ პროექტში უნდა მოექცეს. დაახლოებით 6 თვე უნდა ამ ყველაფერს რა იანვრიდან ალბათ თებერვლიდან უკვე უნდა დაიწყოს წესით რა ესე რომ ვთქვათ სამუშაოები. როგორც კედელზე გაკრული ბანერი გვამცნობს 2015 წელს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სისტემის შიდა ქსელებსაც. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა კიდევ ერთ ახალ პროექტს ეჭვის თვალით უყურებს. კი გვინდა რომ გავაჟღეროთ, მაგრამ არ ჯერათ იმისი რომ მაინც ამდენი წლის მოლოდინია და ყოველი ეს თავრობების შეცვლის პერიოდში ყველა პირდებოდა, მაგრამ არ დგებოდა ეს დასრულებული ესე რომ ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ნამდვილად გვაქვს იმედი რომ უნდა დასრულდეს რა. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა მეზობელ სოფელ კუმისში. ჩვენი მისვლის მომენტისთვის იქ მხოლოდ ერთი წყარო დაგვხდა, რომელშიც წყლის ნაკადი იმდენად მცირეა, რომ სასმელი წყლის შეგროვებაც გიჭირს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, წყალმომარაგების ქსელზე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ წყლის მიწოდების რეჟიმი კიდევ უფრო გაუარესდა. ამხელა შრომაა გაწეული, პატივი უხსა მთავრობამ გავიკეთა, თვითონ გამოგვიყვანეს და წყალი არ აქვს. ადრე ის ქონდა მაინც რაღაცა სასმელი წყალი მაინც არ გვიჭირდა სასმელი დასალევად ქონდა აი დასალევი წყალი არ მაქვს ახლა სახში რომ წამობძანდე და მითხრა რომ ერთი ჭიქა წყალი დამალევინე ვერ დაგალევინე ძალიან გვიჭირს 3 დღის უკან 4 დღის უკან იყო ღამე წყალი პირველ საათზე მოვიდა პირველ საათზე 2 საათზე ეგრე დაახლოებით რომ უკვე დავიძინეთ 5 საათზე ავდექი
როგორც გავავსე პირველი ეს სურჭელი 5 საათზე რომ გავავსე, მოწყდა. ვსო დამთავრდა. 4 დღე მე წყალი არ მინახე. აი ეს არის ჩემი სათქმე. ეხლა გამოსული ვარ სახლიდან რომ იქნებ ვინმე გამოჩნდეს რომ წავიდეთ აი მეზობე სოფლებიდან, სადაც წყაროებია, შემოწყაროზე ავიდეთ, გავავსო და მოვიტანოთ. კუმისის ტბასთან გაშენებულ სოფელში, სადაც 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც სოფელში ამბობენ, სასმელ წყალს ამ სეზონზე სარწყავადაც იყენებენ, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. არ ვიცით ხოლმე მოვა თუ არ მოვა. ეს მოლოდინის რეჟიმში ვართ ხოლმე სულ. გვეუბნებიან რომ დღე გამოშვებით გაქვთ გრაფიკიო რომ რეკავთ ცხელხაზზე, მაგრამ არ არის ეგრე გრაფიკი. როგორც გვეუბნებიან, ისე არ არის. ქვემოთ უბნებში, რა ვიცი, მოდის 3 დღეში ერთხელ ხოლმე ესე საღამოს 8-დან დილის 8-მდე არის წყალი, მაგრამ აქ ძევით უბნებში საერთოდ ვერ ამოდის. ქვემოდან ამოვაქვთ, ეხლა ვისაც ვყავართ ნათესაობები და ისინი დასავლეთ წყალს ეგრე იმარაგებენ. სპეციალისტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რომლებიც საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით მუდმივ პრობლემებს იწვევს. ამორტიზირებულია წყალმომარაგების ძველი ქსელები. შეიძლება ითქვას, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში საერთოდ არ არსებობს ასეთი ქსელები, რის გამოც წყალი არ მიეწოდება მრავალ დასახლებულ პუნქტს. მოსახლეობა ჯერ კიდევ გამოიყენებს ინდივიდუალურ ჭებს და წყაროებს. წყალი ხშირად ფაქტიურად არ მოწმდება. დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს წყალმოხმარების ზრდა, ისე რომ ვერ ხორციელდება წყალმიმღები ნაგებობებისა და წყალმომარაგების ქსელის შესაბამისი ტექნიკური გაუმჯობესება. კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელზეც სპეციალისტი საუბრობს, სასმელი წყლის ხარისხია, რომლის კონტროლის ვალდებულებაც საქართველოს ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებით ეკისრება. 1998 წლის ნოემბრის დირექტივა ევროსაბჭოსი ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ. სასმელი წყალი, რომელიც მიეწოდება, რომელსაც სარგებლობს მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, ეს ცენტრალიზებული არის წყალმიწოდება, წყალსარგებლობა, თუ ისინი იყენებენ ჩვეულებრივად ბუნებრივ წყაროებს, ჭებს, აი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მისი მონიტორინგი. ანუ უნდა ხდებოდეს თუ რა ხარისხის დადგენა, რა ხარისხის წყლით სარგებლობს მოსახლეობა. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა. ცვლილებების სრულად ამოქმედება 2026 წლიდან იგეგმება. სასმელი წყლის პრობლემებთან დაკავშირებული კითხვებით Euronews Georgiam გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წერილობით მიმართა. ბევრი დაპირების მიუხედავად მიმართვიდან 3 კვირის შემდეგ მათგან პასუხი ისევ არ მიგვიღია.